მოგესალმებით ჩემო YouTube მაყურებლებო, YouTube მსმენელებო. დღეს მე მინდა ვისაუბრო ჩემ YouTube არხზე საბას მინი ფერმა. ეს არის ჩემი ახალი YouTube არხი. ჩემი მეორე YouTube არხი იყო სოფლის მეურნეობა ლაფსყალში. ეს ჩემი გადაღებული ვიდეოებია, ჩემი არხია. როგორც აქ ვიღებდი ვიდეოებს სხვადასხვა ტრადიციებზე, სვანურ ტრადიციებზე, ასევე გადავიღებ ამ არხზეც ანალოგიურად გადავიღებ სვანურ ტრადიციებზე, სვანურ მითოლოგიებზე, ისტორიებზე, ყველაფერს. ასევე ვისაუბრებ სოფლის მეურნეობებზე, მებოცრეობაზე და ყველაფერზე, რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და რაც გამეგება და რაც ვიცი. ასევე თხოვნა იქნება, ვინც ამ არხზე იყავით, ამ არხის გამომწერები იყავით, გამოიწეროთ ჩემი ახალი YouTube არხი საბას მინი ფერმა. სოფლის მეურნეობა ლაფსყალში ამაზე ვეღარ შევდივარ რაღაც მიზეზების გამო, ამიტომ მომიწია ახალი YouTube არხის შექმნა საბას მინი ფერმა. ბანერზე მიწერია სოფლის მინი მეურნეობა ლაფსყალში. ეს იმიტომ გავაკეთე სახელიც, იმიტომ მივთვიდე ლაფსყალში წინა არხის მსგავსად, უბრალოდ აქ არის მინი ჩამატებული, მინი მეურნეობა ლაფსყალში. ლაფსყალდი იმიტომ მივთითე, რადგან ვისაც მოუნდება სვანეთში, ვისაც მოუნდება ბაჭიების ბოცრების ყიდვა, შეუძლიათ მივიდნენ ლაფსყალში, იკითხონ საბა და მყავს გასაყიდი ბაჭიებიც, ასევე ბოცრებიც. ასევე მესტიაშიც მყავს დასაკლავი ბოცრები, რომლებიც დატოვებენ სადღაც კილო-ნახევარ, კილო 400-მდე. თხოვნა იქნება, გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. მინდა რომ ავწდე 500 გამომწერს, აქაც მიწერია, აღწერაშიც მიწერია ეს ყველაფერი. და რათა მომეცეს ეს სტიმული, უფრო მეტად ვიაქტიურო, უფრო მეტი ვიდეოები დავდო. ამ YouTube არხზე. ეხლა არ ვიცი, ამ აპლიკაციის, მოდი ასე ვთქვათ, აპლიკაციას ვტესტავ. სწორედ ამ აპლიკაციით ვეღებ ეხლა ამ ვიდეოს და გავალ ალბათ პირდაპირ ეთერში, მაგრამ პირდაპირ ეთერში გასვლას აზრი არ ექნება, რადგან მხოლოდ ერთი გამომწერი მყავს, ბატონი მოსია. და თხოვნა იქნება, გამოიწეროთ ჩემი არხი და ვისაც არ დაგიზარებათ, გააზიაროთ ჩემი არხი, ლინკი ჩააგდოთ და გააპიაროთ. კარგით მეგობრებო, სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა, ისევ ვიმეორებ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ვისაუბრებ ყველაფერზე, მეფრინველობაზე, მებოცრეობაზე. აქ მეფუტკრეობის ფოტო, იმიტომ აქ დაყენებული, რომ მომავალ წლისათვის უკვე მეყოლება მეფუტკრები უფრო სწორად და უფრო შესაძლოა რომ აღარ მქონოდა ეს მეფუტკრეობის ისა. აქაც მაგ დაყენებული, აქაც ასევე მეფუტკრეობაზე გადავიღებ ვიდეოებს. მებოცრეობაზე, მეფრინველობაზე, მესაქონლეობაზე, სხვადასხვა ისტორიებზე, სვანეთის მითოლოგიებზე, ტრადიციებზე, ყველაფერზე, რაც ვიცი, რაზეც შემიძლია ვისაუბრო.
და ვიმეორებ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ვისაც არ დაგეზარებათ, გააზიაროთ ეს არხი, გააპიაროთ. რათა გამოიწერონ ჩემი არხი და თუნდაც 500-მდე მაინც ავიდეთ, აღარ მინდა აცდენა, თუნდაც რომ 500-მდე ავიდეთ. კარგით მეგობრებო, სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენს. და ასევე შობა ახალი წელი მოდის, კიდევ დავდებ, რა თქმა უნდა, ვიდეოს, ეს არ იქნება ამ წლის ბოლო ვიდეო, მაგრამ წინასწარ მაინც გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, მრავალს დაესწარით ჯანმრთელად და ბედნიერად. ნახვამდის, მადლობა ყურადღებისათვის.